ეს ის დაპირებული კრაფინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია და გამოდის ძალიან ფუმფულა და არომატული. პირველ რიგში თბილ რძეში მოვათავსოთ საფუარი და შაქარი. გადავურიოთ და გავაჩეროთ 20 წუთით, რადგან საფუარი გააქტიურდეს. ცალკე ქიშმიში დავალბოთ ფორთოხლის წვენში. გოგლი-მოგლი გავაკეთოთ კვერცხისგან და შაქრისგან, დავუმატოთ გამდნარი ოთახის ტემპერატურის კარაქი და ჩვენი აფუშფუშებული საფუარის მასა. გადავურიოთ ერთმანეთში და რამდენიმე ეტაპად დავუმატოთ ფქვილი. უნდა მოიზილოს ნაზი ცომი, რომელიც შეიძლება ცოტათი ხელზე გეკრობოდეთ, მაგრამ არა უშავს, მოვათავსეთ თასში და გააჩერეთ საათნახევრის 2 საათის განმავლობაში. შემდეგ კი მიიღეთ ასეთ ამოფუშფუშებულ ცომს. დავყოთ ცომი სამთანაბარ ნაწილად და დავასვენოთ 10-15 წუთი. დასვენებულ ცომთან მუშაობა უფრო სასიამოვნოა. შემდეგ კი გავათხელოთ 20-30 სმ-ის ზომის მართკუთხედად. ზემოდან გადავუსვათ გამდნარი ოთახის ტემპერატურის კარაქი. მოვაყაროთ ან ყავისფერი შაქარი, ან დარეჯინიანი შაქარი და ჩირეული ქიშმიში, კურაგა, სუკატები, ასევე შოკოლადი შეგიძლიათ მოიყენოთ, ეს თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. შემდეგ კი გადავახოთ ძალიან მჭიდროდ. აქვე ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის. მოიწონოთ ეს ვიდეოც და ჩემი არხის გამოწერა არ დაგავსდეთ, სადაც ძალიან ბევრი მარტივი რეცეპტი დაგხვდებათ. ჩვენი კრაფინი კი უნდა გავჭრათ შუაზე და დავახვიოთ სპირალიზებულად. ერთი ნაწილი უნდა მოთავსდეს მეორე ნაწილზე, სწორად ისე, როგორც ვიდეოში გაჩვენებთ. ინგრედიენტების ზუსტ რაოდენობას დავწერ ქვემოთ ვიდეოს აღწერაში. ჩვენი დახვეული და გამზადებული კრაფინები უნდა მოვათავსოთ ფორმაში და გავაჩეროთ საშუალოდ კიდევ 30-45 წუთის განმავლობაში, რათა ფორმაში წაფუდეს. შემდეგ კი ზემოდან უნდა გადავუსვათ კვერცხის გული, თუმცა შეგიძლიათ კვერცხის გული არც გადავუსვათ, ისეთ ძალიან ლამაზ ფერს იღებს. და წხვება 170 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ჩხირით, რომ შიგნით ცომი არ დაგრჩეთ. გამოდის აი ესეთი ლამაზი ფუმფულა, თუ ზემოდან მიგეწვათ, დააფარეთ ალუმინის ქაღალდი. მერწმუნეთ ძალიან გემრიელი პასკები გამოდის და ტრადიციული პასკის რეცეპტსაც აუცილებლად გაგიზიარებთ. ნახვამდის.